ხალხის მდინარი შეჩერება რეჟიმმა ვერაფრით შეძლო. ოლიგარქის პრემიერი და სხვა მარიონეტები ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე ისევ ბევრი ადამიანი დადგებოდა და ისევ ერთად დაიძახებდნენ მთავარსადგმელს. ოლიგარქია მისივე გაღვივებულ ცეცხლში აუცილებლად დაიწვება. რეჟიმს ფერფლად ის გადაწყვეტილებები აქცევს, რომელიც ამ მებრძოლი ხალხის დასაშინებლად მიიღო. ერთ პროპაგანდალ უშველით, რომელიც 2 დღეა ითვლის პროტესტის 1 წლის თავზე რუსთაველზე, 100 აკაცუკი იდგა თუ ერთი მუჭა საზოგადოება. არადა წესით ის უნდა დაენახათ, რომ 28-დან 28-მდე პროტესტი არ განელებულა და ჯერ ისევ ცოცხალია. ისე რომ თქვათ, პროტესტს ყოველთვის ოლიგარქის მორჩილი პრემიერი აცოცხლებს. შარშანას მან არ გამოიყვანა ასეულობით 1000 ადამიანი ქუჩაში. როცა მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წაართვა. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროპაში თან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მერე რაც მოხდა კი გახსოვთ. ძალაუფლების ხილში შესულმა კობახიძემ მისი მოძალადე სახე პირველად მაშინ გვაჩვენა, როცა პოლიციას ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების გამო გაბრაზებული მოქალაქეების დარბევის, ცემისა და წამების უფლება მისცა. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მხოლოდ 5 დღეში რეჟიმის პოლიციამ 300-ზე მეტ მოქალაქეზე იძალადა. რეჟიმის პოლიციის ნაწამები მომიტინგეების ისტორიები ერთმანეთზე უფრო მძიმე მოსასმენია. ერეკლე ლოლაძე ოლიგარქის სპეცრაზმა 30 ნოემბრის ღამეს დააკავა. ის აქციაზე ძმასთან და მეგობრებთან ერთად იყო მისული. ბევრის მსგავსად ისიც გაბრაზებული იყო იმით, რომ ხელისუფლებაში მყოფებმა ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი წაართვეს. სიბრაზე და ქუჩაში გამოსვლა რეჟიმმა არაპატია და ნიღბიანებს ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი საწამებელ მიკროავტობუსში უმოწყალო დაცემინა. აქეთ რო დარბევა დაიწყო, ვიფიქრეთ, რომ ცოტა ზევით ავწეულიყავით, რომ ცოტა იმათი რესურსი გადაგვენაწილებინა, აქეთ ბევრი ხალხი რო დაეკავებინათ, თან ზიანი მიაყენებინათ და უცებ აი ამ შენობის უკან პატარა ბაღია, იქ შემოვიდნენ ჭიჭინაძის მხრიდან დაემატნენ, ალბათ 1.50 ამყვანებს, რომლებსაც ეძახიან შავებში და უკნიდან ამოირბინეს მოულოდნელად და ნუ არ გავიქეცით, ცალკე დავრჩით მე და ჩემი ძმა და სიტყვის თმაც ვერ მოვასწარით, რომ რამე აგვეხსნა, აზრი არ ქონდა, რა უნდა აგვეხსნა, უბრალოდ არ გავიქეცით, იმიტომ რომ არც ერთი დამნაშავედ არ ვგზნობდით და იქვე რომ წამაქციეს პირდაპირ მე ჯერ ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი და რომ წამაქცია უკიდან ვიგრძენი რომ ჩემი ძმა ცდილობდა ჩემ დაჭერას უკიდან გადამეფარა და აღარ მოუშვეს ჩემამდე და გამაცალეს და მე ცალ-ცალკენო გვირთყავდნენ იქვე რამდენჯერმე ანუ მე დაახლოებით იმ მომენტშივე მომტეხეს ხმები ვიგრძენი და მე ორივე დაგვაყენეს კედელთან იქ და რამდენიმე წამი ციცაკის სპრეით გვამუშავებდნენ გაჭხელები უკან ქონდა შეკრული ორივეს და სახე დაგვიმუშავეს ციცაკის სპრეით. კიდევ გააგრძელეს ამ ციცაკის სპრეის მერე უკვე სახეში ქონდა პირდაპირ ფიზიკური კონტაქტი. დაბლა დავყარეს ისე მოკლედ და აი მაშინ უკვე თქვენი კოლეგები გამოჩნდნენ. სალომე ბოგუჩავა, ქეთა ციცკიშვილი და ნანუკა ქაჯაია იყვნენ. საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იმ სიტუაციაში შემოწვიდნენ მახსოვს რა მაშინვე და მაგათ გააჩერეს ეგენო დაინახეს მაშინ გაჩერდნენ ჟურნალისტების დანახვას. როგორც კი მოგვარიდეს მათ თვალს კიდე გააგრძელეს ება და მერე უკვე დაგვახვედრეს კორიდორი. სადაც უკვე შერეულად იყვნენ რობოკოპებიც, სკრინპოლიც, ამყვანებიც და ნუ კორიდორი საკმაოდ რთულად გავიარეთ. ოლიგარქის სპეცრაზმელებმა ერეკლე ლოლაძეს სახისძვლები დაუზიანეს. მას რამდენიმე დღე საავადმყოფოში ყოფნას მოუწია. დღეს მხოლოდ დაზარალებული სტატუსი აქვს ისიც ფურცელზე. მასზე მოძალადე პოლიციელები კი ისევ თავისუფლები არიან. მიზანი რაც იყო ამათი ცვლილება დღეს ჩემთვის ისევ ის არის და შემდეგ შეიძლება უკვე ამ პასუხისმგებლობებზე შეიძლება კი არა აუცილებლად უნდა მოხდეს მათ პასუხისმგებლობაში მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვფიქრობ რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იქნებიან ჩვეულებრივი ცოცხალი ძალა ეს როსაც გამოიყენებენ მსგავს სიტუაციებისთვის. მიუხედავად ამ შეზღუდვების და ამ რეპრესიების, მაინც ჩვეულებრივი მხდალი ხალხის ჯგუფი მგონია.
ცდილობენ შეაშინონ ხალხი, როგორ უნდა შეაშინოს ადამიანი აქ ხელფასისთვის ხო არ არის გამოსული, არა საკუთარი მომავლისთვის თავისუფლებისთვის ვითი უნდა შეაშინო, აი რა რეპრესიით უნდა შეაშინო. ბუნებრივი არის შიშის მომენტები, ხანდახან ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ უკეთესი შეგრძნება, როცა ამ შიშს მალევე გადალახავ და არაფრად არ გდებ მაგათ ნებისმიერ ნაბიჯს. შიში თავადაც გადალახა და ამ წელში თითქმის ყველა აქციაზე იყო, ისევე როგორც ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია. სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი 2 დეკემბერს რუსთაველზე პროფესორ მასწავლებლების მარშთან ერთად მივიდა. მალევე დარბევა დაიწყო და ისიც დააკავეს. ირაკლი ფიფიაც განყოფილებაში მიყვანამდე რამდენჯერმე სცემეს, გაძარცვეს. ტელეფონთან ერთად სტუდენტების ნაშრომებიც მოპარეს. ყველაზე მძიმედ მაინც საწამებელი მიკროავტობუსის ეპიზოდი ახსენდება. მას შემდეგ რაც აღმოჩნდი უკვე მიკროავტობუსში შემოდიოდნენ ჯერ რიგითობით შემოდიოდნენ ეს ნიღბიანი მაწვილები და ნუ რაღაცა 2 წუთის განმავლობაში მიდიოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები. შემდეგ მოხდა ისე რომ ერთი რო გავიდა და მე მას ფოტოს მიღებდა და გადიოდა, შემდეგ მეორე შემოდიოდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ადამიანს 2 წუთზე მეტი ჩხუბი არ შეუძლია, ანუ დასვენება ჭირდება. ერთ-ერთი შემდეგი შემოსვლისას ძალიან ძიმეთ მომხდა და დამიზიან და სუნთქვა მიჭირდა, ფერდში მომხდა. ამის შემდეგ მივხვდი, რასაც აკეთებდნენ. მივხვდი, რომ ჩვეულებრივად ეს იყო მინდა წყლის დეჰუმანიზაციის ცდელობა და შევეცადე, რომ ამ მე არ დამეკარგა ადამიანური სახე და ამიტომ ამ მიზნით დავიწყე ლოცვა, რომ ჩემ თავთან მეპოვა წონასწორობა. შემდგომი შემომსვლელი, რომელმაც არ იცოდა წინ ამ რა გააკეთა, რომ მოვიდა, მომაყურადა და ცდილობდა იმის გარკვევას, რას ვაკეთებდი. რომ მიხვდა, რომ ვლოცულობდი, არ ვიცი რა მიზეზის გამო, ორმაგი გამწარებით დაიწყო ჩემი ცემა, თან ხმამაღლა ყვიროდა, აბა შველის ახლა შენ ეს ლოცვა, გიშველა ლოცვა. და გინებები მოყვებოდა ამ პროცესს და მე ვთვლი, რომ ჩემმა ლოცვამ გადამარჩინა. ჩემმა ლოცვამ შემაძლებინა ის, რომ მე ადამიანობა არ დამეკარგა. თუმცა რამდენად ადამიანად დარჩა ის, ვინც მე ესე მეკცეოდა, ეგ სხვა საკითხია. ირაკლი ფიფიაც ახლა მხოლოდ ფურცელზეა დაზარალებული. 1 წლის განმავლობაში რეჟიმს არც მასზე მოძალადეების დადგენა და დაკავება უცდია. მე მარტო არ ვარ, ასეთი ბევრია. ბევრია და სახელმწიფო ყოველ ასეთ ადამიანს ეუბნება, რომ თქვენ ჩემთვის ხართ მხოლოდ ციფრი. ციფრი, რომელიც არჩევნებზე მე არ მაძლევს ხმას. მაგრამ ამ 1 წლის განმავლობაში მე მაინც მგონია, რომ სახელმწიფომ დაინახა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ურჩი ციფრები, რომლებიც მას არ ვაძლევთ ხმას. სახელმწიფოც ირონიული ნათქვამია, რეჟიმმა დაინახა. რეჟიმმა დაინახა, რომ ციფრები ხანდახან ბუინობენ. ციფრები ხანდახან ურჩობენ და ეს ციფრები სწორედაც რომ საბოლოო ჯამში დადებენ სწორ ბალანსს. ორივე დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მათი მწამებლების და ბრძანების გამცემების სამართლებრივი პასუხისმგებლობა რეჟიმის ცვლილების შემდეგ დადგება. ვკითხეთ, რას ფიქრობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველი და უმთავრესი ეს არის ირაკლი კობახიძე. არა იმდენად ბიძინა ივანიშვილი, რამდენადაც ირაკლი კობახიძე უშუალოდ ის პირი, ვინც აი ამ მანკიერ პრაქტიკას ასე ღიად ხასუსვამს, ემხრობა და ახალისებს კიდევაც. სწორედ ირაკლი კობახიძეა ის პიროვნება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში სამართლის სისტემა უნდა იყოს ნულოვანი თანაგრძნობა. შემდგომ უკვე მოდიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე აღარ არიან თანამდებობებზე, რომელიც სისტემამ გამოიყენა და მოისროლა, იგივე დომელაური, ხარაზიშვილი და ასე შემდეგ, ხო? და შემდეგ უკვე აი ბოლო ეტაპზე ის ნიღბიანები, რომლებსაც დღეს გონიათ, რომ ნიღაბმა დაიცვა. კობახიძე ძალიან ბევრ რამეზე ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ ერთმა წელმა ხო აჩვენა, აქ მარტო აქციის დარბევა არ ყოფილა, რამდენი დანაშაული იყო. რაც აი ბოლო რამდენიმე თვეში ამოტივტივდა, ხო, რაც არ ვიცი. ბავშვებს რო საჭმელს პარავენ და მოხუცებს ამდენ რაღაცა პენსიებს რაღაც ამადლებენ, რომ აი ამ 350 ლარი გაქვს დღეს პენსია და თურმე ამ დროს
ნაღდფულს ინახავენ და ოქროს ზოდებს ინახავენ. ეს ყველაფერი ხო აი უმძიმესი დანაშაულია, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს არ დაეკისრება. ამ პასუხისმგებლობის აღება ოლიგარქის რეჟიმის ყველა მარიონეტს მოუწევს. ეს დროს მალე დადგება, თუმცა მანამდე მოქალაქეებზე მოძალადეებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გადანაწილება აუცილებელი. თუ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ციხეში მხოლოდ სინდისის პატიმრები არ უნდა ისხდნენ, რომელთა მთავარი დანაშაული ქვეყნის სიყვარული და მისი მომავლისთვის ბრძოლაა. გისოსებს მიღმა აუცილებლად უნდა აღმოჩნდნენ ის მაღალი თუ დაბალი რანგის პოლიციელები, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებს განსხვავებული აზრის გამო ომი გამოუცხადეს. წამებაში პასუხისმგებლები არიან არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, ვინც ეს ფაქტები ჩაიდინეს, არამედ ის იყო კარგად ორგანიზებული წამების მექანიზმი, სისტემური მექანიზმი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრანტები და ასევე ჟურნალისტები გადიოდნენ. ეს იყო პოლიტიკურ დონეზე დაგეგმილი და აღსრულებული. ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, პირდაპირ სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებლები არიან, არა მხოლოდ ეს პოლიციელები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი და დღესაც რამდენიმე კი, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებლები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრი და მისი მოადგილეები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აქციების დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც, ასევე რომლებიც ხელმძღვანელებდნენ აი ამ დარბევის პროცესს და რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სწორედაც რომელთა ხელშიც დაიგეგმა აი ეს წამების მთელი სისტემური მექანიზმი. მაგრამ რას აკეთებს ივანიშვილის ოცნება? არაფერს. ხალხზე ფორმიანების ძალადობას არ ხედავს. მეტიც, მაგალითად, რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარემ 2 დღის წინ 28 ნოემბერს ჟურნალისტებს ასე უპასუხა. პოლიცია იქცეოდა კორექტულად, რა თქმა უნდა, ასე დროს არის ექსცესები. კი ბატონო შალვა, გურამ როგავა, მაკაც ჩიხლაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, დავით საგარელი და სხვა ჩემი კოლეგებიან აქციის მონაწილეები, თქვენი რეჟიმის პოლიციელებმა ძალიან კორექტულად სცემეს. მინდა მჯეროდეს ეს განცხადება, რომ გააკეთეთ კადრები ნანახი არ ქონდათ, თორემ ადამიანურად არ მესმის ამ სისასტიკეს კორექტული ქცევის შეფასება როგორ მიეცით. თუმცა გამახსენდა, რეჟიმს როცა სჭირდება, თქვენ უარესებსაც ამბობთ. სამწუხარო ისაა, რომ პაპუაშვილი რეჟიმის მხოლოდ ერთი გამხმოვანებელია. სინამდვილეში ყველას უნდა დაგვაჯეროს, რომ 1 წლის წინ პოლიციას არავინ უცემია და ჩვენ დასისხლიანებული და ნაწამები ადამიანები ქუჩებში თუ სასამართლოებში მხოლოდ გვეჩვენებოდა. ამიტომ დააჯილდოვეს მოძალადეები ღირსების ორდენებით. უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადასცეს მათ, ვისაც გამოჩნდა, რომ არც პროფესიული და არც მოქალაქეობრივი ღირსება საერთოდ არ აქვთ. წესით, ვინც დააჯილდოვეს, ყველას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაეწყოთ. ქოცური სტანდარტითაც მთავარი პასუხისმგებელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაურია. თუ 20 ივნისზე გახარია დამნაშავეა, გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებზე ან გაზაფხულის დარბევებზე ივანიშვილის ყოფილმა მცველმა პასუხი არ უნდა აგოს. თუ რახან მაგნიცკისიითაა სანქცირებული, ეს უნდა აკმაროთ. და 20 ივნისის საქმესთან მიმართებით გამოძიება, ობიექტური გამოძიება რომ უნდა მიმდინარეობდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ ქართული ოცნების ხელში ეს გამოძიება სამწუხაროდ ობიექტური ვერ იქნება. ისევე როგორც გასული წლის ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩადენილი არაერთი დანაშაული. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მათ არ აინტერესებთ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, არ აინტერესებთ კი არა, მეტიც ხელს დააფარებენ, მათ მიცეს ყველანაირი გარანტია. მაშინ, როდესაც პირვადი სტარების გამო ადამიანებს ორკვირიან ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან, პოლიციელების შემთხვევაში, რომლებიც წამებას ჩადიან, მათ მიეცათ ინდულგენცია, რომ არ ვიცი, უბრალოდ შეიძლება აწამონ ადამიანები, სახე უნდა იყოს მათი დაფარული, იმისთვის, რომ ვერასდროს მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. ნუ როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში, არ ვიცი, ლოგიკა ასეთი არის, რომ პირვადი სტარება უფრო მძიმე დანაშაული ყოფილა, ვიდრე დაფარული სახით ადამიანის წამება, მაგრამ ხო, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათ პოლიტიკურად დიახაც ასე სჭირდებათ. და ხარებაზე რა ხდება? გამოიყენეთ, მერე დააჯილდოვეთ და სახლში გაუშვით კაცი, რომელმაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფად აქცია. ნიღბიანები სწორედ მისი ბრძანებითა და მეთაურობით უსწორდებოდნენ ყველაზე სასტიკად მომიტინგეებს. არა მხოლოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, გაზაფხულზეც, როცა რეჟიმისგან მოტყუებული ხალხი ქუჩაში რუსული კანონის შემოbrunების გასაპროტესტებლად გამოვიდა. სხვებზე თუ არა, ზვიად ხარაზიშვილზე მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს. არაერთი ვიდეოა, როგორ გასცემს ცემის ბრძანებას, ან პირადად უსწორდება მომიტინგეს. ბოლო 1 წელში კარგად გამოჩნდა რაც აქცია რეჟიმმა პოლიცია. მოძალადე ფორმიანებად, რომელთა მთავარი ფუნქცია პირბადეების დევნა და მომიტინგეების შევიწროება და რომელთა ქცევაც ძალიან გავს პუტინის ომანის მოქმედებებს.
სწორედ ამ სიტუაციის შეცვლას ითხოვს ხალხი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ქუჩაშია. რეჟიმმა პროტესტი ვერ ჩაახშო ვერანაირი კანონით და რეპრესიით. მებრძოლი მომიტინგეები ვერ შეეშინა დარბევებით, მრავალათასიანი ჯარიმებითა და ადმინისტრაციული პატიმრობით. პირიქით, ბრძოლა რეჟიმის უკანონობის წინააღმდეგ მთავარ პრინციპად იქცა. სწორედ ამიტომ იქნება ბრძოლა ბოლომდე, გარდაუვალ გამარჯვებამდე.